პირველ რიგში მე მინდა თქვენი ესე იგი რაღაცნაირად თქვენი ნებართვით ჩემი ეს წინა სიტყვაობა მიუძღვნა იმ ორ ჟურნალისტს, რომელიც 1 საათის წინ გამოგვემშვიდობენ ფორმულას ეთერიდან და ჩემი სოლიდარობა მათ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ მე წლების განმავლობაში ვიყავი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და წლების განმავლობაში მათთან და კოლეგებთან მქონდა ურთიერთობა და შესაბამისად არ მინდოდა რომ ეს აი ესე დამეწყო ჩვენი დღევანდელი ეთერი. Ისინი ძალიან კარგი ჟურნალისტები არიან, კიდევ ბევრი ჟურნალისტია, იგივე თავარი არხის და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა მათი ხმა ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, როგორც არასდროს ალბათ ისე. რაც შეეხება თქვენს კითხვას თუ როგორ მოხდა ჩემი გათავისუფლება, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ სტუდიაში ვიჯდე და ვსაუბრობდე, როგორც თქვენ თქვით, გიორგი, იმ პროექტებზე, რომელიც განმეხორციელებია გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რა თქმა უნდა, მე მარტო არა, ჩვენს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, იმ ღირსეულ საჯარო მოხელებთან ერთად, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი და ჩვენ კარგი იქნებოდა გვესაუბრა კლიმატის ცვლილებაზე, იმ ბუნებრივ საფრთხეებზე, რომლის ძალიან ცუდი შედეგები იგივე გურიაში, იგივე შოუში, არ ვიცი, ძალიან იგივე ვერის ამბავით შემიძლია გავიხსენო. ამ საკითხებზე გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც არის დაუშვათ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მიმართულებით და რომელიც ძალიან სენსიტიურია და თითოეულ ჩვენგან სახელოებს. გვესაუბრა იმ დეფიციტურ პროფესიებზე, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში, გვესაუბრა სტუდენტების წახალისებაზე, გვესაუბრა ძალიან ბევრ პროგრამაზე, რომლის შესახებაც უბრალოდ და რა პროექტებშიც უშუალოდ ვიყავი ჩართული, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის და მართლაც ძალიან განვიცდი ხა, როდესაც ამ სტატუსით ვარ თქვენთან მოსული, რომ მე ვარ უკვე გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი საჯარო მოხელე. რადგანაც, როდესაც საჯარო მოხელის კარიერას იწყებ ერთგვარად, დებ ფიცს, რომ ემსახურების შენს სახელმწიფოს, შენს ქვეყანას და რა თქმა უნდა, კონსტიტუციას, რომლის უმნიშვნელოვანესი მუხლი და 78 მუხლი ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. მეც ალბათ გვანცადა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ჩაგვერთვება, ალბათ ძალიან ამაყები ვიყავით 2022 წელს, როდესაც კითხვას ვავსებდით, ესე იგი, ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების. თითოეული საჯარო მოხელე იყო ძალიან ამაყი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ბოლო პერიოდში ალბათ ეს ნელ-ნელა ხდებოდა მომწიფება ამ სიტუაციის და რაღაცნაირად 360 გრადუსით შეტრიალდა და შემოტრიალდა ეს სიტუაცია, რაც ძალიან სამწუხარო არის და დადგა დღე, როდესაც ძალიან ბევრს, თუნდაც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოფიციალურად ესე ითვლება, რომ მე ოფიციალურად ვარ დაფიქსირებული როგორც მათ მიერ გათავისუფლებული, მაგრამ მერწმუნეთ, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი დაემშვიდობა ამ სამინისტროს ღირსეული მოქალაქეები, ღირსეული საჯარო მოხელეები, ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, რადგანაც ადამიანები ყველა ჩვენ გზას ვირჩევთ და არჩევანის წინაშე ვდგებით და რა თქმა უნდა, მე როდესაც მითხრეს, რომ თქვენ უნდა დაწეროთ განცხადება თქვენი წასვლის შესახებ, ეს იყო ჩემთვის ძალიან შოკის მომგვრელი. ვიფიქრე, რომ მიბარებდნენ რაღაც საკითხზე, რაღაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბიციური პროგრამები, პროექტები გვაქვს იგივე სტუდენტებთან დაკავშირებით, იგივე მასწავლებლებთან, იგივე სასკოლო სივრცეში თუ როგორ უნდა მომხდარიყო და ხდება საერთოდ გარემოსდაცვის და აგრარული საკითხების სწავლება და ამ ყველაფრის შემდეგ მეუბნებიან, რომ მოკლედ უნდა დავწერო საკუთარი ხელით განცხადება წასვლის შესახებ. ვკითხულობ, რა თქმა უნდა, მიზეზს. მაინტერესებს მიზეზი ამ ყველაფრის და ამაზე პასუხი არ არის.
ხრებს ესე იჩეჩენ მოკლედ. ეს იყვნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და რა თქმა უნდა ეს ძალიან სამწუხარო იყო და მე იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია რა თქმა უნდა რომ მე არ დავწერ განცხადებას და ესეთი ისიც მოვიყვანე და ვთქვი რომ ესე იგი ეხა აქ რომ მამა ღმერთი ჩამოვიდეს მე განცხადებას ვერავინ ვერ დამაწერინებს თქო და ზუსტად ესე იგი ამის შემდეგ ამიტომაც თქვენ გაქვთ დრაკონული კანონებში მიიღეთ დრაკონული ცვლილებები ერთგვარად თქვენ შეგიძლიათ ეგ ყველაფერი ოფიციალურად საჯარო მოსამსახური ფაქტობრივად არანაირი დაცვის მექანიზმი აღარ არის ასე აი ბოლოს მიღებული ცვლილებები უშუალოდ აი ამ გეგმის ნაწილი იყო